მოგესალმებით, მონაკარი პლატელი კომპანია პულსის ეთერშია. მე დღეს ძალიან საინტერესო გადაცემამდე შემოგთავაზობ ჩვენთვის ძალიან საპატივცემულო და საყვარელ სტუმართან ერთად, ჩემს მასწავლებელ ბატონ რამაზ ხეცურიასთან ერთად. ბატონ რამაზ წარდგენა არ ჭირდება, ის ბევრჯერ იყო ჩვენი სტუმარი, თუ კი რამ რეგალია არსებობს მეცნიერებაში, ბაბაში ბატონ რამაზ აქვს, ის გახდა ესე იგი სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ძალიან ბევრი ექიმის აღზრდელი და არაერთ გადაცემაში აღმინიშნავს, რომ ის იყო ჩემი ცხოვრების მეხსიერებაში ყველაზე საუკეთესო ლექტორი. და ასე იყო არა ჩემთვის, არამედ სრულიად იმ ადამიანებისთვის, ვისი პედაგოგის თქვენ ბრძანდებოდით. ბატონ რამაზ, მოგესალმებით სტუდიაში სტუმრობისთვის, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მე ყოველთვის განსაკუთრებულად დიდ პატივად მივიჩნევ იმას, რომ თქვენ სტუმრობთ ჩემთან და გვაცნობთ ძალიან საინტერესო სიახლეებს ბევრი მიმართულებით, რადგან ეს არ არის მედიცინის რომელიმე ერთი კონკრეტული სფერო. მე დღეს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენ უშუალოდ ჩემს პროფესიაში, ანუ ასე ვთქვათ, მიანობა გინეკოლოგიაში საოცარი წიგნი შექმნით თქვენ ქალიშვილთან ერთად, რომელიც ასევე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გახლავთ და ის ცხოვრობს პარიზში და თავის ასე ვთქვათ, სამედიცინო მოღვაწეობას იქ ის არის გინეკოლოგი, მიან გინეკოლოგი. დიახ, ჩემი კოლეგაა, გინეკოლოგი და მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ აი ამ წიგნის შექმნისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ლიტერატურას და ინფორმაციას, რომელიც ამ წიგნშია გადმოცემული, ვეძებდით სხვადასხვა ადგილას, რასაკვირველია, აქ ბევრი სიახლეებია, რაც მაშინ არ იყო და ეხლა უკვე გაზრდილია ეს ინფორმაცია და ეს საინფორმაციო ველი დღემდე სხვადასხვა ადგილას მოსაძიებელი რო შეავსო და იცოდე და ფეხდაფეხ მიყვებოდე მეცნიერების სულ ახალ გახსნელას, ვთქვათ, საიდუმლოებებს, რაც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას შეეხება და მე მიხარია, რომ ეს წიგნი არსებობს ქართულ ენაზე და ჩვენ სტუდენტებს და ჩემს კოლეგებს ექნებათ საშუალება იმისა, რომ ერთ ადგილას თავმოყრილად და აკადემიურად გაეცნონ აი ინფორმაციას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ეხლა რაც შეეხება თემას ძალიან გარკვეული ოყურაზეც უნდა ვისაუბროთ. მოდი ფეხდაფეხ მივყვეთ. აი თითქმის ესე იგი ჩვენ შემომაყურებელმაც იცის ჩვენ ხშირად გქონია ამ თემებზე გადაცემა მომზადებული, მაგრამ დეტალურად ვთქვათ, აი ეს პროცესები დაწყებული მეიოზიდან, როდესაც უკვე ორგანიზმი ემზადება განაყოფიერებისთვის და ერთი დიდი მისტიური პროცესი, რაც ადამიანის ორგანიზმში მიდის, ეს არის უნივერსალური პროცესი მეიოზისა, როდესაც დაყოფა ხდება და მომზადება ხდება უკვე არა სომატური, არამედ გამეტების, ანუ ეს არის უჯრედები, რომლისგან შემდეგ უკვე წარმოიქმნება ახალი ცოცხალი ორგანიზმი და ანუ ბავშვობა იწყება სწორედ აი ამ მომენტიდან, როცა ზიგოტა შეიქმნება და დედის 23 და მამის 23 ქრომოსომისგან ყალიბდება სრულიად უნიკალური ახალი ადამიანი. მოდი აი ვთქვათ რა სიახლეები მოგვიმზადეთ თქვენ ამ მიმართულებით და დავიწყოთ სწორედ აი განაყოფიერების პროცესში, რა გაირკვა უფრო ღრმად აი მეცნიერების თანამედროვე მიღწევებიდან და რა სიახლეს მეუბნებით ამ მიმართულებით ექიმებს და მე უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ აი ამ 9 თვეს. ქალბატონო ვერიკო, დიდი მადლობა მოწვევისათვის. რაც შეეხება აი ამ წიგნს, სათაური გახლავთ ასეთი ამ წიგნის ჩასახვიდან დაბადებამდე. ჩასახვიდან დაბადებამდე და ორი ავტორი ყავს, ერთი მე გახლავ ვარ და მეორე ჩემი ქალიშვილი პროფესორი უკეთ ბრძანეთ თქვენ. მიან გინეკოლოგი. მე არა ვარ გინეკოლოგი და ამიტომ გინეკოლოგის პროფესიული საკითხები, რაც კი აქ არის მოცემული, ეს მის პროფესიულ გამოცდილებაზე იყო დაყრდნობილი, უშუალოდ მას საკმაოდ დიდი პრაქტიკა აქვს, უკვე 20 წელია პარიზში მუშაობს მიან გინეკოლოგად და დიდი გამოცდილება დაუგლოვდა ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც ორივე ძირითადია, ერთის და მეორეც ერთმანეთთან არის შერწყმული, ეს ნახავთ ანტენატალური ონტოგენეზი მთლიანად განაყოფიერებიდან, ესე ჩასახვიდან მშობიარობამდე. ესე იგი დეტალურად არის განხილული მასში ყველა ელემენტები ჩასახვასთან დაკავშირებული. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კათედრა აი ამ ანტენატალურ ონტოგენეზზე დიდი ხანია მუშაობს. მე პირადად ერთი 20 წელია თუ 20 კი არა 30 წელზე მეტია, რაც პლაცენტაზე მუშაობ, ჩემი ორივე დისერტაცია პლაცენტას ეხებოდა და ჩემი დოქტორანტები ორმა უკვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ორი ახალი დოქტორანტი მივიღეთ ახლა, რომელიც აგრძელებენ ისევე კარდიოგენეზის ანტენატალურ მდგომარეობაში კარდიოგენეზის შესწავლას. ახლა თქვენ მოიხსენებათ, რომ ეს საკითხი ძალზე რთული საკითხია, ანტენატალური ონტოგენეზის შესწავლა, როდესაც ადრე არ იყო მართალი ბრძანდებით თვალსაჩინოებების დანახვის ის შესაძლებლობები, რომელიც ეხლა გვაქვს,
ეს მიკროსკოპები იქნება თუ სხვა საშუალებები იქნება თუ პათოლოგიური მასალის დამუშავება იქნება თუ ყველაფერი ეს და დღეს უკვე შესაძლებელი გახდა რომ ჩვენი გადაწყვეტილება მიგვიყვანა ბოლომდე ყველაფერისთვის მოგვეყარა ერთად თავის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მე მინდა გითხრათ რომ აქ დაახლოებით 150-მდე უცხოელი ავტორის შრომებია განხილული ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი პირადი გამოცდილება ჩვენი მორფოლოგიური სტრუქტურის შესწავლის თვალსაზრისით ის ჩემი სკოლა რომელიც ჩემი დოქტორანტები მუშაობენ ქალბატონი თინათინის თინ ხეცურიანის პრაქტიკული გამოცდილებას მოუყარეთ ერთად თავი და აქ წარმოადგინეთ ზუსტად დაწყებული ჩანასახოვანი განვითარებიდან ბოლომდე ქალბატონი ახლა ბევრს გონია რომ სპერმატოზოიდი შეხვდა კვერცხუჯრედს და მოხდა განაყოფიერება და აი მიმართა საშვილოსნოს ასე მარტივად არ არის 100 განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ერთი აგრძელებს მარტო მუშაობას და ერთ ზალუც მიაღწიოს უფრო წინ წავიწებით თქვათ კვერცხუჯრედების ძალიან დიდი რაოდენობიდან შეიძლება იყოს ყოველ ჯერზე ყოველ განმავლობაში ოვულაციას განიცდის მხოლოდ ერთი მაქსიმუმ 2 იშვიათ შემთხვევაში ცოტა უფრო მეტი ამაში ეს საქმე რომ ის კვერცხუჯრედები თადარიგისთვის კი არ არის თანდაყოლილი რო აქვს გოგონებს ის სწორედ იმიტომ არის რომ შერჩევითი პროცესი მიმდინარეობს იქ ასეთივე არ გახლავთ სპერმატოგენეზში იქ უფრო კიდევ რთულად ასაქმე იმიტომ რომ იქ 9 მილიონი სპერმატოზოიდი იბრძვის ერთი კვერცხუჯრედისთვის ხო მაგრამ იქ საოცარი რაღაცები ხდება არ სულ სხვაგვარად არის წარმოდგენილი საქმე რაში გახლავთ ეცეთ აი სპერმატოგენეზედაც არ ქონდა ჩვენ ისეთი წარმოდგენა როგორიც ეხლა გვაქვს მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ის დასაწყისში მაგალითად თუ ნახავთ თქვენ მორფოლოგიის წიგნებს ვინდათ ანატომიის ჰისტოლოგიის ემბრიოლოგიის სპერმატოგენეზზე სადაც არის ლაპარაკი იქ ნათქვამია რომ როდესაც სპერმატოზოიდი მწიფდებაო ისო კლაკნილი მილაკების კედლიდან აიტკიჩება მოშორდება არაფერი არ აიტკიჩება არაფერი არ შორდება ჩვეულებრივი როგორც ღეროვანი უჯრედი იყოფა ასიმეტრიულად ისე იყოფა თურმე და ერთი ნახევარი რჩება მეორე ნახევარი იქცევა სპერმატოზოიდად ეხლა სურათებიც იქნება ალბათ დავადებთ მე ამ სურათებს აქ ყველაფერი წარმოდგენილი გახლავთ იდეალურად სპერმატოგენეზი ძალიან დეტალურად გაქვთ განხილული ძალიან საინტერესოა ზუსტად ისევე არის კუმულუს ოოფორიუმის და როგორ მწიფდება თვითონ კვერცხუჯრედი. უბრალოდ ამსოს სპერმატოგენეზს გავდიოდით და ამიტომ აი ეს ნაწილი ძალიან აქვე აღწერილი არის აი ამ მომწიფების პროცესში რას გრძნობს ქალი, გრძნობს თუ არ გრძნობს. თუ რა საკითხებია დაკავშირებული ეს ყველაფერი მოცემული გვაქვს. ეხლა რაც შეეხება თვითონ უშუალოდ აი განაყოფიერების საკითხს ვერიკო თქვენ სწორი ბრძანეთ რომ აქ მილიონობით სპერმატოზოიდი იბრძვის ერთი კვერცხუჯრედისთვის კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს არა ის სპერმატოზოიდი რომელიც მის გარსის დესტრუქციაში ღებულობს რომელიცაც ამხანაგები მეგობრები ეხმარებიან თვითონ ეწირებიან აი ამ პროცესს და ის ერთი ამორჩეული კიდე აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, რომ თავის შიგნავს უშვებს თვითონ შიგნით პროცესს. აი, აქვე მინდა რამეს აღნიშნო, რომ ესე იგი მე არასოდეს არ ვარ მაღალი და უახლესი ტექნოლოგიების, თქვათ, მოწინააღმდეგე, მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანმა მიიღოს არჩევანი და სწორი გადაწყვეტილება, განაყოფიერების, თქვათ, შვილოსნობის გადაწყვეტილების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ყურადღება უნდა მიაქციოს ექიმმა და მიმაჩნია რომ ეთიკურია აი ეს ნიუანსები რაც ახლა ჩვენ საუბრობთ მოუყვეს წყვილს და ჩააყენოს საქმის ყურში ბუნებრივი პროცესის დროს როგორ ხდება გადარჩევა ხო აი თქვენ ბრძანეთ რომ მილიონობით სპერმატოზოიდი იბრძვის ალბათ ასეულობით ეხმარება მეგობარი სპერმატოზოიდები იმ ერთს და განსაკუთრებულს რომ მოხვდეს ასევე იმ ერთთან და განსაკუთრებულ კვერცხუჯრედთან. აი ესა რომ
ბუნებრივი გადარჩევა, რასაც თუნდაც ევოლუციის მიმდევრები და ასე ვთქვათ, ქადაგებლები მისდევენ, მათ ზუსტად იციან, რომ ზუსტად ამის პროცესია ეს, რომ ბუნებრივი გადარჩევა საუკეთესო, ვთქვათ, ემბრიონის მიღებისთვის ამ პროცესიდან იწყება. ხომასია. მაგედან არის წება, ვერიკო გენიცება. კიდევ უფრო ადრე იწყება. როდესაც სპერმატოზოიდების მასა მოხდება ქალბატონის საშოში, საშვილოსნოს უკანა თაღი არსებობს, ასე თქვენთვის ცნობილია. აი უკანა თაღში არის ფოსო, სადაც დროებით შეყონდებიან ეს სპერმატოზოიდები. იმ ფოსოში სპეციალური ფერმენტი გამოიყოფა, რომელიც ფერმენტიც ანადგურებს სულიერ სიტყვის მნიშვნელობით სუსტ სპერმატოზოიდებს. იმიტომ რომ ჟავე გარემოა და კატეგორიულად ვერ ეგუებიან ესე იგი, ხოლო ძლიერი სპერმატოზოიდებს უთმობენ. ესე იგი, პირველი შერჩევა გარეთ მოხდა. ახლა ცხოველთა სამყაროში იცით როგორ არჩევს არა მდედრი მამს და გარიცხება და გამოეკიდება აბა ვინ შეძლებს რა. აქაც იგივე პროცესია, ოღონდ ასეა მოწესრიგებული, რომ ძლიერს უთმობენ მარტო გზას, თვითონ. ხო, ბევრი კომპონენტი ძლიერს. რამს, ჯანმრთელს. ეს არის ამაში შეფთელი ის რა ქვია ფილოსოფია ამის. ქალბატონო ვერიკო რენცოლეთ რაშია საქმე. ვერიკო ბატონო რამას ხო თქვენი მოწაფე. მე დება კიდეც. სპერმატოზოიდის მოძრაობის სიჩქარე ბევრ რამეს განსაზღვრავს. სპერმატოზოიდის მოძრაობის სიჩქარე არის 30 სანტიმეტრი 1 საათში. ამაში ესაა. ესე იგი სპერმატოზოიდის შოლტი ისე უნდა მოძრაობდეს, რომ 30 სანტიმეტრი გაიაროს 1 საათში. ესე იგი ქალის და მამაკაცის შეხვედრის შემდეგ 1 საათის შემდეგ ის უკვე ფალოპის მილიდანაც გასული უნდა იყოს. ასეთი აქტიურს უშვებს მარტო საშვილოსნოში და რომელიც პასიურია, იქვე ამთავრებენ ისინი თავის სიცოცხლეს. ზუსტად. ეხლა თუ საშუში მჟავიანობა მომატებულია, დარღვეულია, მაშინ ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ბევრი ჯანმრთელი სპერმატოზოიდის და შეიძლება აბსოლუტურად ყველა შეეწიროს. ეხლა გარდა იმისა, რომ იმუნური ბარიერი, რომელიც ყელში გვხვდება შემდეგ, უკვე და იმ ყელის გადალახვა კიდე ცალკე ამბავია, მერე მთელი საშვილოსნო და ფალოპის მილი უნივერსალური სტრუქტურა, რომელშიც საკმარისია მცირეოდენი ანთება იყოს. ისიც უკვე იმ ხოლმე დაბრკოლებად იქცევა, ხოლმე აბა საკუთრები ხა ბატონო თქვენთან მე ყოველთვის ხას უსვავ რომ თითოეული განაყოფიერებული ბევრი კვარცხუჭრედი, რომელიც საბოლოო ჯამში ეს არის ღმერთი საჩუქარი ნამდვილად, იმიტომ რომ იმდენი ნიუანსი უნდა დაემთხოს ერთმანეთს, რომ ერთი ორსულობა შედგეს და ჩვენ ასე ხელაღებით ესე უპასუხისმგებლად ვექცევით უკვე აი ამ ნაჩუქარ შვილს, რომელიც უკვე საშვილოსნოშია და იცახიან როდიდან იწყება. შვილია ის შენი უნიკალური, ინდივიდუალური, განსაკუთრებული და შესაძლებელია მსოფლიო ფენომენიც. ამიტომ გვიწერია აქვე და ჩემ ქალიშვილს, რომ მომავალი დედა სამზადის საჭიროებს და ის წინასწარ უნდა მოემზადოს დედობისათვის. აქ ჩამოთვლილია როგორ უნდა მოემზადოს. ძალიან საინტერესო თემაა. როგორ უნდა დაიცვას, კვება როგორ უნდა ქონდეს. ღრმა ბავშვობიდან. ხო, რომ ემზადებოდეს. არა მარტო აი ამ პერიოდში თითოეული ადამიანი, მამაკაციც და ქალიც, როგორ უნდა უფრთხილდებოდეს თავის რეპროდუქციულ სისტემას, რომ მან თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია დატოვოს შთამომავლობა და არ შეწყდეს სიცოცხლე, იმაში მიიღოს მონად, ამისთვის ვიბადებით ჩვენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უნდა გააკეთოს. ჩვენი ძირითადი დანიშნულება ეს რა გაგრძელება დია. ეხლა რაც შეეხება განაყოფიერების შემდგომ, აი ჩასახვად დაიწყო, მოხდა გაყოფა, ორად გაიყო და კვერცხვა დაიწყო სვლა საშვილოსნოსკენ. დიახ. აი იქ კედელში მიმდინარეობს კიდე ურთულესი პროცესები საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მომზადების, მანამდეც მომზადებული იყო შესახვედრად, მაგრამ აი განაყოფიერების შემდეგ უკვე სპეციალურად მიმდინარეობს პროცესები, რომ დახვდეს ეს განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს და ჩაი თლიანად ლორწოვან გარსში ჩაიძიროს თლიანად. ზოგიერთ სახელმწიფოში წერია რომ მიემაგროს ლორწოვან არ ემაგრება. ეს გაფუებული თლიანად ჩაიძირება და აი იქედან მერე რომ დაიწყებს განვითარებას და გაიზრდება ბუშტი რო შეიქმნება, მერე გამოდის და იქმნება სანაყოფე ბუშტი და პლაცენტაც ამიტომ ყალიბდება. სხვათაშორის პლაცენტას ოვალ-გვალი ფორმა მიტუ აქვს, რომ აი ეს პროცესი ასე მიმდინარეობს. ეს კიდე გახლავთ
არ ვიცი, ურთულესი პროცესი მიმდინარეობს. ამავდროულად აქვე ის ხარიხები, რომელზეც აი ეს ჩამფლის დროს ემაგრება აი ეს განაყოფიერებული კვარცხლბეკი, რომელიც სულ რამდენიმე საათია საშვილოსნოს ზღურში. ამიტომ ვთქვი, რამდენი კომპონენტი გადმოსვლის სიჩქარეც, როდესაც უკვე ზიგოტა იწყებს მოძრაობას ფალოპის მილში და ეს უნაზესი, უნატიფესი ფოჩები, რომელიც მცირეოდენი ანთების დროს შეიძლება აღარ მოძრაობდეს აი ამ ძალით და ვერც გადმოიყვანოს, და დროსაც წყალიბდება ხოლმე საშვილოსნოს გარე ორსულობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გართულება. მაგრამ ის განაყოფიერებული კვერცხს უჯრედ და გროვა, რომელიც დაყოფას იწყებს უკვე და ზიგოტა გარედან აპკიდან გამოყოფს სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც არღვევს დედის სისხლძარღვთა კაპილარების სანათურის თლიანობას. რომ ჩამოყალიბდეს ის მორევი, რომელ მორევშიდაც შემდეგ უნდა იცურაოს მან და წარმოქმნას ჩვეულებრივად ის ორგანო, რომელიც არის ნაყოფისათვის პერიფერიული გულის, პერიფერიული ენდოკრინული სისტემა, სასუნთქის სისტემა და შლაკები, რაც დარჩება ნივთიერებათა ცვლიდან, იმის დაშლის ადგილი. ყველაზე ძლიერი ენდოკრინული ორგანო და ეს არის პლაცენტა. ეს არის, ანუ სხვადასხვა ბერძნულად ნიშნავს ნამცხვარს და ძალიან წააგავს ნამცხვარს რომ შეხედავთ ეს. სოციალ ჯანმრთელი პლაცენტა ულამაზესია, როდესაც სხვადასხვა თუ დარკვევთ ყველგან აღწერილია რომ ერთი პერიოდი ამტკიცებდნენ ზოგიერთი მეცნიერი რომ ადამიანის მაგას აკეთებდა ბატონო ისე როგორც დანარჩენი ცხოველები თავის პლაცენტას ჭამს. მიტომ ჭამს ის თავის პლაცენტას რომ იმან ძალიან შეიძლება არ იცის რა ჰორმონებია შიგნით, მაგრამ აი ამ ჰორმონების ულუფის მიღება უნდა, იმიტომ რომ ამან ხო საშინელის სტრესი გადაიტანა თვითონ. ანდა თვითონ აი ზუსტად ამ პლაცენტის და ნაყოფის ნერვული სისტემის საშუალებით ხორციელდება, მზადება თვითონ ნაყოფისა, აი მივალთ ჩვენ იქამდე ორსულობის აქტის განხორციელებისათვის ვერიკო. მარტო ის რა ღირს რომ ზუსტად 24 საათით ადრე ნაყოფის ყველა კუნთი დუნდება. ყველა კუნთი აბსოლუტურად დუნდება და შეკუმშვა არ ახასიათებს ნაყოფის კუნთებს. რატო დუნდება? მიტო დუნდება რომ ვიწრო არხში გამოიაროს ისე დაბრკოლების დროს. ყველაზე მოკლე, მაგრამ ყველაზე რთული გზა ცხოვრების თავის ცხოვრების მანძილზე. ესე ვეძახი ხოლმე იმ ბოლო გასავალს, როცა უნდა გაიაროს და როცა აი ამ დაბრკოლებას გადალახავს, ის უკვე სხვა ტიპის პიროვნება ყალიბდება. ამასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როდესაც დედა თავისი ტკივილების არ შეგრძნების გამო ირჩევს საკეისრო კვეთას, აქ უკვე სოციალურ პრობლემას უჩენს თავის შვილს, რომელსაც შემდგომში დაბრკოლებების გადალახვა და იმუნური სისტემის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ნამდვილად ბევრი მიმართულებით. კი ბატონო, მაგაზე თუ ნებათ არ გვაქვს მოცემულობა ეს მონაცემები და ვისაუბროთ. ეს ბოლოსკენ. მოდი ახლა ოლოგენეზზე ვისაუბროთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. კი ბატონო. ორი სიტყვით და შემდეგ უკვე გადავიდეთ პლაცენტა და მისი ფუნქციები, აი რა როლს ასრულებს და რა უცნაური ორგანოა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს თქვა ახლა საოცარი რა გახლავთ იცით ვერიკო, რომ ისეა მოწყობილი ყველაფერი ადამიანის ორგანიზმში, ისე რაციონალურად ყველაფერი სეროზული გარსი საკვერცხლს მთლიანად არ ფარავს, ნახევარს ფარავს მისას. რატო ფარავს ნახევარს? ახლა მეორე ნახევარს დაფარვა არ უნდა და მაგრამ ის არის გათვალისწინებული რომ მეორე ნახევარი პერიტონიუმის ღრუშია. ესე იგი რა მაშინ აი მე როდესაც სტუდენტებს ამას უხსნი, ყოველთვის აი ასე თვალებით და მეკითხებენ, კი მაგრამ ქალს რა ღია აქვს პერიტონიუმის ღრუ? პირობითად ღია აქვს თროვეუბნები და მართლაც პირობითად ღია, იმიტომ რომ მას ძალუც რომ გარედან ჰაერის გატარება შეუძლია პერიტონიუმის. აი აქვე ბატონო, მინდა ვთქვა რომ მე ყოველთვის ვეუბნები მშობლებს, როდესაც კონსულტაციას ვატარებ, აი თქვა უკვე ლოგინობის ხანაში ქალთან, რომ ახალშობილი გოგონა მშობლებმა თავის თეთრეულში არ უნდა გადაიყვანონ და დააძინონ. იმიტომ რომ განსხვავებით მამაკაცის ორგანიზმისგან, ქალის ორგანიზმი არის ღია და შეიძლება ღრმა ბავშვობიდან, ახალშობილობიდან მან მიიღოს ინფექცია, რომელიც წყალს შორის არსებობს. ეს მაინც ხდება ხოლმე, იცი და საოცრება, მაგრამ აქ აღწერილი გვაქვს ჩვენ შემთხვევა 1982 წელს. დიახ.
ინგლისის ერთ-ერთ სამშობლო სახლში მიიყვანეს 9 თვის ფეხმძიმე ქალი, ჭინტვები აქვს დაწყებული და ნახეს საშვილოს ნვარი цаრიელი. შიგნით არ იყო არც ნაყოფი, არც მისი ბუშტი. მუცლისმიერი ორსულობა იყო? მუცლისმიერი ორსულობა, პლაცენტა მიმარილებული იყო განივი კოლინჯის ჯორჯანზე. იქ შექმნილი იყო ყველა პირობა თვითონ ნაყოფისთვის, მიიყვანილი იქნა ბოლომდე, ამოიყვანეს თვითონ ეს გოგონა, ეხლა მიუმატეთ, ბებია არის ალბათ უკვე ის გოგონა. აი ეს მოხდა ზუსტად იმიტომ, რომ ნახევრად არის ეროზული გარსით დაფარული და აი ეს ფოჩები, რომელიც მას მუდმივად ეხვევა, რომ იქიდან წამოიღოს ეს კვერცხი უკვე ფორონი, აი ის არ მოხდა და განაყოფიერება მოხდა იქვე და წავიდა მუცლის ზღურში. ანუ ბევრად უფრო უხიფათოა მუცლის ზღურში, ვიდრე ფალოპის მილში, იმიტომ რომ ეს ყდება და ძალიან სისხლდენი და ესეთი ორგანოა და ეს უკვე ძალიან სახიფათო გართულება ერთ-ერთი თქვა და ორსულობის. რა თქმა უნდა, დიახ. ეხლა რაც შეეხება თვითონ აი როცა ბლასტოცისტა იქნება, აი ბლასტოცისტა ჩვენ წარმოგვიდგენთ დაყოფილი უჯრედების დიდი რაოდენობა, მაგრამ აქაც მიწერია ჩვენ რომ ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ ერთ რაღაც პარკში ჩაყრილი სხვადასხვა უჯრედები. თუ პარკის თლიანობა დაირღვა, ყველა უჯრედი დამოუკიდებლად შეიძლება გააგრძელოს მან და მოქცეს ტყუპები. ასეთ შემთხვევაში, მეტყვი რომ განაყოფიერებულია და დაწყებული აქვს მას ზიგოტას აი ეს მოძრაობები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აი ეს დამოუკიდებელი განვითარების უნარო არის ვიდრე ჯერ კიდევ არის 6+1=7 უჯრედი. აი ამ დროს შეიძლება რომ ჩატარდეს გენმოდიფიცირების აი ეს ჩარევის საშუალება, რომ მართალიბრძანდებით მეცნიერთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ გააჩნია რომელ დონეზე მოხდება ეს 8 უჯრედია, 9 უჯრედია, 7-ია თუ რა 7 არასდროს არ არის სულ მიდის დაყოფილად იქნება აუცილებლად და კი უჯრედთა გარკვეული რაოდენობა, იმიტომ რომ მე უკვე შეუძლებელია იმდენად ბევრი გეომეტრიული პროგრესით ფრავდება და ამიტომ რა თქმა უნდა და უკვე ქსოვილების წარმოქმნას აქვს ადრე. ჩვენ დეტალებში გვაქვს აქ გახილული ზუსტად კვირების მიხედვით. აი რა ხდება პირველ კვირაზე, მეორე კვირაზე, მეოთხე კვირაზე. ძალიან მნიშვნელოვანია 4 კვირის თავზე უკვე გულის ფეთქვის იწყებს უკვე გული თავის ელექტრონულ განდა ვერ ვაფიქსეთ, მაგრამ იწყებს ფეთქვა. მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ იწყებს ის თავის მუშაობას. იმიტომ ის კუნთი უკვე ამასთან ერთად მარტო გული კი არ იწყებს ფეთქვას, ნერვული ლულა ჩამოყალიბებული უკვე კი რომ სამშრიანი ძალიან მნიშვნელოვანია. ის ეს ნერვული უშუალოდ ნერვული ლულა, რომლიდანაც უკვე 250,000 უჯრედი ერთ წამში. აი ასე ვითარდება ნერვული ქსოვილი, როცა ლულის სტადიაში არის ისა. ეს ნახავთ სულ მესამედან მეხუთე კვირის ჩათვლით. ეს განაყოფიერების მესამედან მეხუთე უნივერსალური ინფორმაცია. ემბრიონი არ არის, ემბრიონი ნაყოფი უკვე მე-9 კვირიდან არის. ეს ახალი ემბრიონია უკვე მე-8 კვირამდე და მე მე-9-დან ჩვეულებრივი ნაყოფია, ხო? ამის გარდა ნახეთ იგივე აი მე რა ამაზე ძალიან გვაქვს რამახვილებული ყურადღება თითქმის მთელი თავია დათმობილი მესამე მე-8 კვირას 3 და 8 კვირამდე ეს არის განსაკუთრებული პერიოდი როდესაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არავითარი ტოქსიური ნივთიერების მიღება არ შეიძლება ნერვიულობა არ შეიძლება სტრესი არ შეიძლება ალკოგოლი ჩამოთვლილია რას ატარებს ზუსტად ახლად წარმოქმნილი პლაცენტა მე-12 კვირიდან არის მარტო როცა ეს ჩამოყალიბებულია უკვე მაგრამ ერთგვარი ბარიერიც არის ამ დროს პლაცენტარული ბარიერი შექმნილია, ამიტომ რომ სინციტიოტროფობლასტი და ციტოტროფობლასტი უკვე არის. რომელიც მარტო დედიდან ატარებს ნაყოფისკენ ალკოგოლს, ატარებს ნიკოტინს, ატარებს ტოქსიურ ნივთიერებებს, ნებისმიერი შხამები, რომელიც არ უნდა ციანიდებს ატარებს და ყველა მომწავლავი ნივთიერება გაივლის. ანტიბიოტიკებს ატარებს, ანტიბიოტიკებს ზოგიერთს ყველას არა, პენიცილინსაც ატარებს და სტრეპტოციდსაც. ყველას არა. ეს ერთი მიმართულებით, რომ გაატარა იქედან აქეთ აღარ ატარებს და მისი კუმულაცია ხდება. ეხლა წარმოიდგინეთ პერიოდი მესამედან მე-8 კვირა.
ჩვენ არ მოვითხოვთ რომ აუცილებლად, როდესაც პირველი კონტაქტი აქვს ექიმთან, როგორ უნდა ჩატარდეს პირველი გამოკვლევა. რაზე უნდა გაამახვილოს ექიმმა ყურადღება, რა უნდა აჩვენოს დედას, რომ დაუშვათ დედა შეიძლება ვერ გრძნობს, მაგრამ ნიშნები მას უკვე აქვს იმისი, რომელიც უნდა ხასიათი შეეცვალა, დაუშვათ გულძმარო აქვს ხშირად, რაც მოსწონდა ის აღარ მოწონს, ან და რაც არ მოწონდა, ხო, რაც არ მოწონდა ის მოწონს. ცოტა ტემპერატურაც მომატებული აქვს აი ამ პერიოდში და ეს არის ზუსტად ის პერიოდი, რომელსაც ყველაზე უფრო მეტად გაფრთხილება უნდა. რომ არ გაფრთხილდეთ რა? წდება ჰიპოტონიისკენ იწევს ქვემოთ, ძალიან ბევრი ნიშნები ჩდება, რომელთაც ამიტომ ამბობენ ხოლმე, რომ დედა ყველაზე ადრე გებულობს, ვიდრე რომელიმე ინსტრუმენტული დაკვირვებებით გამოჩნდება, დედა უკვე გრძნობს, რომ რაღაც ორგანიზმში იცვლება და ამბავი იწყება. რაც მნიშვნელოვანია. სანამ უშუალოდ შეიგრძნობდეს მას. ეს უკვე პირველი ტრიმესტრის ბოლოს, როდესაც და თვითონ ორგანოგენეზი როდესაც მიდის, ყველაზე უფრო ბოლოს სქესის გამოსრობა შეიძლება. კი, რასაკვირველია. ეს უკვე მე-12 კვირაზე. 14-17-ზე უფრო ყველაზე კარგად ჩანს, ხოლმე მე-12-ზე ჯერ კიდევ ჭირს, მაგის ზუსტად ასე თქვა გამოვლენა. სხვათა შორის რასია საქმე, იცით? მაგრამ ახლა სიტყვა მოიტანა და მითო მინდა მე გითხრათ. დღეს ჩვენ აკადემიაში სპეციალურად ხდომა ქონდა დემოგრაფიული მაჩვენებლების ვიხილავდით ჩვენი ქვეყნისას ბატონ აკადემიკოს ვაჟა ლორთრიფანიძეს ქონდა ამ მოხსენება ამასთან დაკავშირებით რომ ჩვენთან ისეთი დემოგრაფიული კრიზისია ახლა რომ 5,000 არის დღევანდელი მონაცემებით 5,000-ით ნაკლები იბადება ვიდრე გარდაცვლილების რაოდენობაა. სასწრაფოდ სჭირდება რაღაც ღონისძიებების მიღება და აი ამიტომ ამ პერიოდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეულ ორსულობას, თითოეული ორსულობის მსვლელობას, თვითონ მონიტორინგს, თვითონ ორსულობას, აკადემიურ მონიტორინგს და ინფორმირებულ ჩართულობას დედის. აი ეს ძალიან საკმარისია ამ პერიოდში, ან ნერვული ლულა როდესაც ყალიბდება, ხო ვთქვით არა, ეს არის მესამე მერვე კვირა. აი ამ მესამედან მერვე კვირამდე მარტო ჰიპოქსიამ შეიძლება დაუნის დაავადება გამოიწვიოს. ან და მესამედან მერვე კვირამდე მხოლოდ ისეთი ჟანგბადის ნაკლებობა, რომელსაც დედა ვერ შეიგრძნობს, არ დადის, არ სუფთა ჰაერზე არ შეიგრძნობს, არ ფიქრობს იმას, რომ შესაძლებელია ორსულად იყოს, არ იცის მან ორსულად რო არის. მთელი რიგი პათოლოგიები ნერვული სისტემისა შეიძლება გამოიწვიოს, იმიტომ რომ გითხარით, მაშინ ლულა ყალიბდება და ქერქი იწყებს გავითარებას და უჯრედების რაოდენობა გითხარით რა. როგორ არ უნდა ნიკოტინის მიღება მე რა არაუშავს კი არა. აი ეს უყურადღებობა ბავშვებში, როდესაც არის ბავშვი იბადება, ჩვეულებრივი ახალშობილი იზრდება, სულ ყველაფერი უყურადღებობა, არ შეუძლია გაამახვილოს ყურადღებაზე რაიმე. ეს ყველაფერი იქედან იწყება. მაგრამ ძალიან დიდი კვლევები არსებობს ამის, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემები მაქვს, რომ თუ დედა თვითონ უშუალოდ ეწევა, ვთქვათ, რომელიმე, ვთქვათ, აი მარიხუანას, ან მწეველი მეუღლესთან ერთად იმყოფება, ბავშვის ჰიპოკამპის განვითარება არ ხდება, რომელიც პასუხისმგებელია ზუსტად მეხსიერებაზე, ქცევის თანმიმდევრულობაზე, საერთოდ ადამიანურ ღირსებაზე, რაც უნდა ჩამოუყალიბდეს ადამიანს, ეს არაფერი არ გააჩნია. და ამაზე არავინ არ ელაპარაკება ამ ჩვენ ახალგაზრდებს, არავინ არ აფრთხილებს ამაზე და სულ ვიცახი, რომ აი, თქვათ, ჩვენ იგივე სამედიცინო ინსტიტუტში ალბათ ეს სახელმწიფო გახდება და გამოყენებადი და ჩვენი კოლეგები ამას გაიგებენ, მაგრამ ეს ინფორმაცია შესაძლებელია ესეთი დეტალურად პროფესიონალურ დონეზე არა, მაგრამ ისაც ახლა ჩვენ საუბრობთ პოპულარულ ენაზე, ყველა ინსტიტუტის პირველ მეორე კურსს უნდა მიეწოდებოდეს. არ შეიძლება ახალგაზრდებმა ეს ინფორმაცია არ იცოდნენ. დიახ, ალბათონ ვერკო, აქ მე ჩვენ ვცდილობდით რას ეცეთ. აი, რომ აქ მოგვეცა ისეთი ინფორმაცია, რომელიც აიძულებს მკითხველს, რომ სიღრმეები უფრო მეტად ნახოს, ეს სიღრმეები სხვა ლიტერატურაში, რომელსაც ან კომპიუტერში, ან სხვა ლიტერატურაში, რომ გააღრმაოს თავისი ცოდნა აი ამ მიმართულებით. დასაკვირველია, ანუ უშუალოდ გინეკოლოგმა მეტი უნდა იცოდეს ახლა კიდევ უფრო მეტი. ზოგს გონია, რომ აი ყვება
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, კვებას, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, ეხლა ქართველები თქვენ გახსოვთ რა, ეს შენ რასაც მიირთმევ, ეს კიდე იმას ჭირდება და აბა იმას რო ჭირდება და მიიღე ამდენი ცხიმი, ამდენი ეს, ამდენი ის მიდის მერე უკვე კატეგორიულად არა, იმიტომ რომ მაღალი წონა ქმნის მთელ რიგ რისკებს ორსულობის და შემდეგ უკვე მშობიარობის პერიოდში. ეს ძალიან გვიწერია ჩვენ რომ ორსულმა ქალმა უნდა იყვებოს კი გარკვეული დროებით სპეციალური ეს არის პირამიდა ამის პირამიდა, მაგრამ არასდროს თავი მაზღრად მაპატიეთ ამ სიტყვისთვის არ უნდა იგრძნოს. ესე იგი არა მარტო ორსულმაც არა მარტო ორსულმა განსაკუთრებით. ორსულმა განსაკუთრებით. მართლაც საოცარი პროცესები მიმდინარეობს საქმიანობაში, რომელსაც მოვლა სჭირდება და ამ მოვლისთვის გვაქვს ეს წიგნი რაკეთებული. მოდი ხა ველაპარაკოთ პლაცენტაზე. აი, როგორ ყალიბდება პლაცენტა? თქვენ უკაც მნიშვნელოვანი მომენტები აღნიშნეთ, რომ სამხრივად ატარებს ესე იგი ის და აი რა ორგანოა ეს, რა ენდოკრინული ორგანოა, თქვათ უნიშნელოვანესი და უნიკალური და აი როგორ რა როლი უჭირავს მას ორსულობის აი ამ სწორედ მოდით ასე ვთქვათ, თქვენ ნახავთ ლიტერატურას, სადაც წერია, რომ პლაცენტა დედისა და ნაყოფს შორის მდგარი დგას, როგორც კედელი, ბარიერული ორგანოა. სინამდვილეში პლაცენტა დედას არ ეკუთვნის, კი ზოგიერთი მეცნიერები წერენ. ზოგიერთი წერს იმასაც, რომ პლაცენტა არც ნაყოფს არ ეკუთვნის. სინამდვილეში პლაცენტა გახლავთ ნაყოფის პერიფერიული ორგანო, რომელიც პერიფერიაზე აქვს მას გამოტანილი. სხვათა შორის თუ უნიკალური რომ მამის გენეტიკური მასალა. კარგად დაუკვირდებით სიცოცხლის სახეობას პერიფერიაზე გამოაქვს ასეთი მნიშვნელოვანი ორგანო, თუ კარგად დავაკვირდებით, მცენარეებშიდაც იგივე ხდება და ცხოველებშიდაც ერთნაირად მიმდინარეობს. რა შუაში ახლა იწყება, რა შუაშია მცენარე და რა შუაშია ცხოველი. მცენარის თესლიდან, როდესაც აღმოცენდება ღერო და როდესაც მიდის მერე მისი განვითარება, ზუსტად ისეთი პროცესი მიმდინარეობს პლაცენტიდან წამოზრდა, ჯერ ჭიპლარი წამოიზრდება, შემდეგ ის ღერო გაკეთდება, რომელზედაც ყვავილი უნდა გადავსდეს, ანუ მცენარე წარმოიშვას. ესე იგი, სიცოცხლის შექმნის საკითხი ერთნაირად ერთი პრინციპია. ერთნაირად აქვს. ერთი პრინციპითა ზუსტად. ერთი პრინციპით აუცილებლად. ეხლა ეს ორგანო, რომელიც ამბობენ, რომ ეს არის პერიფერიული გული, ვამბობთ ჩვენ. ყველაზე დიდი ენდოკრინული ჯირკვალი, მართლაც ასეა. ესე იგი, მას შეუძლია სხვადასხვა სახის ჰორმონების წარმოქმნა, ვიცით, ეხლა ნუ ჩავმატლებინებთ ყველა ჰორმონებს აქა. ეს გახლავთ. ეს არის ჰორმონები, რომელთაც უჭირავს ორსულობა, ასე ვთქვათ. უჭირავს ორსულობა და მთელ მსვლელობას არეგულირებენ თვითონ ამისას. ეს არის დამცავი ორგანო, რომელიც იცავს უშუალოდ ნაყოფს ყველაფერი გარეგანი დაღიზიანებისაგან და ეს არის ორგანო, რომელიც ქმნის ბარიერს, რომელსაც ჰემატოპლაცენტარული ბარიერი ქვია. ჰემატოპლაცენტარული ბარიერი იმას ნიშნავს, რომ ეს ბარიერი შერჩევითად ატარებს იმას, რაც გასატარებელია და არ ატარებს იმას, რაც არ არის გასატარებელი. რაოდენ საინტერესოა, რომ ის ორი შრე, სინციტიო და ციტოტროფობლასტი, ეს მორფოლოგია კარგად ვიცით ჩვენ და ამიტომ კლინიცისტები შეიძლება სეღრმად არ იყოს. ისე არიან ერთმანეთის მიმართ, რომ ერთი მიმართულებით ატარებენ მარტო გარკვეულ დროზე. ეხლა ციტოტროფობლასტის აქტივობა იცვლება თვითონ ნაყოფის ზრდასთან ერთად და უკვე მესამე ტრიმესტრში სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, რომ პლაცენტა არის ახალგაზრდაც, პლაცენტა არის დასწრებს და მოხუცი პლაცენტა ვეძახით ჩვენ, მაგრამ ეს მოხუცობის საკითხი ძალიან სხვანაირად არის პლაცენტაში. მესამე ტრიმესტრში უკვე სუსტდება ეს ბარიერი, შეგნებულად სუსტდება, იმიტომ რომ მან ნაყოფი ემზადება უკვე ამზადებს დედის ანტისხეულები, მანამდე ანტისხეულს არ ატარებს. მანამდე არც ერთ ანტისხეულს არ ატარებს და გაატაროს დედის ანტისხეულები, რომ იმუნურმა სისტემამ თანდაყოლილი იმუნიტეტით დაიბადოს. ყველაზე ბოლოს იმ თავიდან ჩამოყალიბებაში მეექვსე მერვე კვირაა იმუნური
სისტემა და სტრესობრივი ორგანოები მაშინ იწყებენ ჩამოყალიბებას. მეორე პირაზე ყველა სისტემა უკვე თავისი ადგილი აქვს მნიშვნელოვანი. არა მარტო მნიშვნელოვანი, არამედ სივრცობრივად არიან განლაგებული იქ, სადაც უნდა იყვნენ. ეს ყველა საოცარი რამ ხდება. შემდეგ პლაცენტა არეგულირებს თვითონ ნაყოფს. ეხლა ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსწავლობდით ჭიპლარს და თვითონ ჭიპლარში არის ორი არტერია და ერთი ვენა. ნუ ნაყოფის სისხლის მიმოქცევის თავისებურებიდან გამომდინარე ვენაში არის არტერიული სისხლი, რომელიც მოდის პლაცენტიდან და არტერიებში არის ვენური სისხლი, რომელიც ნაყოფიდან მიდის პლაცენტისაკენ. დიახ. ეხლა ეს ყველა ექიმმა იცის კარგად, მაგრამ ერთი რამ მინდა ჩვენ დავწეროთ სხვათაშორის პირველად ეს არტერიები და ვენები ისია ერთმანეთზე შემოხვეული, რომ ქმნიან კორძებს. საოცარი ნახავთ ერთი გარემოება. კორძებს კი ქმნიან, მაგრამ არტერია ვენას არასდროს არ ახშობს. ესე იგი შიგნით მომავალ არტერიულ სისხლს არ ახშობს. არ ახშობს, რატო არ ახშობს? ისეთი აღნაგობა აქვს მას, რომ ცალი მხარით ფიქსირებული არის გარსზე და მეორე მხარით თავისუფლად მოძრაობს. ესე იგი, ცურავს ერთმანეთში. რა არის საოცრება, ეხლა ესეც როგორ რეებია გათვალისწინებული. ეხლა რას აკეთებს ეს კორძი, რას აკეთებს? კორძი თურმე აკეთებს, სოთშორის გერმანელებმა გვაღიარეს, რომ ჩვენ გვიტყვია. ეს პირველად, რაც უფრო მეტი კორძებია, სისხლის მიმოქცევა პლაცენტისა და ნაყოფის უკეთესია. უკეთესია, იმიტომ რომ თურმე ეს კორძები არეგულირებენ ნაყოფის მოთხოვნის შესაბამისად მიწოდება სისხლისას. ამავდროულად აქვე უნდა თქვათ ბატონო, რომ როდესაც თქვათ იძახიან, რომ აი აუცილებლად ჰემოგლობინი უნდა იყოს მაღალი, მაშინ როდესაც პლაცენტარული ხავები ყალიბდება, არ არის სწორი. იმიტომ რომ უნდა იყოს ის შეიძლება ნორმის მინიმუმიც გახდეს ამ პერიოდში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში დიდი რაოდენობით ხავები ვითარდება და აი მაშინ როცა უკვე ფიზიოლოგიური განზავება ხდება და დეფიციტი და ანემია მოდის უკვე უზრუნველყოფ ყველაზე, ეს ბევრი ხავ უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობით სისხლის შეწოვას. ამიტომ ბევრი რამაა გასათვალისწინებელი და ექიმმა უნდა იცოდეს ზედმიწევნით ზუსტად ეს ყველაფერი. საერთოდ მე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ყველაფერი რაც კარგი კეთდება, ნაწილობრივ გიპოქსიის დროს ხდება ეს ყველაფერი. და ნაყოფს მიტო ჭირდება მომზადება, რომ დაბადების შემდეგ ჰაერის გარემოში რო გამოდის და ჟანგბადის უფრო მეტ რაოდენობას ღებულობს. აი ეს ჰიპერჟანგბადის მომარაგების შემთხვევაში, რომ ადაპტაცია ქონდეს ამასთან გაკეთებული, რომ წინასწარ იყოს შეგუებული ამ მდგომარეობას, რომ მან მოჭარბებული რაოდენობით მიიღოს ეს ჟანგბადი. ეხლა ალბათ სამშობიარო სახლებში თქვენ არ გინახავთ, რომ ახალშობილს პირდაპირ ჟანგბადს ასუნთქებდნენ. შესაძლებელია თუ გინდა რომ მისი სტიმულირება გააკეთო, ფუნქციონირება რომ პირველად წამოიყვიროს ან დაიწყოს სუნთქვა, შეიძლება ნიღაბი დაადო, მაგრამ ჟანგბადი კი არა, ჰაერი რომ ჩვეულებრივად მოხდეს მისი შესუნთქვა. სუფთა ჟანგბადის მიცემა საერთოდ არ შეიძლება. ეს კრიტიკულ შემთხვევაში ხდება თუ ეხლა ეს პლაცენტა არეგულირებს როგორც კი ნაყოფს დაეწყება ტახიკარდია, ესე იგი ჟანგბადი რომ უნდა მეტი რაოდენობით თურმე ეს შემოხვეული არტერიები ვენაში აღძრავენ საწინააღმდეგო ძლიერ ტალღას და უფრო მეტი არტერიული სისხლი მიდის ნაყოფისაკენ. ესე იგი არ რეგულირდება ამის საშუალებით. ესე იგი პერიფერიული გული ყოფილა. აი ზუსტად იმიტომაა პერიფერიული რეგულატორი ამის. საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. აი ძალიან საინტერესოა. საერთოდ მთელი 9 თვის განმავლობაში ამ პერიოდს ვეძახ ხომ დაბადებამდელი ბავშვობის ეს პერიოდი არის უნივერსალური პერიოდი და კიდევ უფრო მუდმივად ღრმა შესწავლა საჭიროა და რაც ყველაზე მთავარია ხო რამდენი რამე კიდე შესაძლოა. თავარია რომ ექიმმა რაც შესწავლილია ის ზედმიწევნით კარგად იცოდეს და აქ გამოუსწორული სისტემა არ დაუშვას. წეღან შევთქვით რომ მარტო ნერვული უჯრედის გამრავლების რიცხვი ვთქვი რომ 250,000 ერთ წამში ხო ასევე მრავლდება ინტენსიურად ყველა დანარჩენი უჯრედები. მე ასე რომ გამრავლდეს ტონა ნახევარი უნდა იყოს რომ დაიბადოს არა, მაშინვე იწყება მისი მეორე სიკვდილი იქვეა აპოპტოზი რასაკვირველია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაოდენ მნიშვნელოვანი გახლავთ მარტო ერთი აი აპოპტოზის უბრალო მაგალითი და ყველაზე სიცოცხლისა და სიკვდილის თანაცხოვრება განაპირობებს ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლეს. აკაცრილი გვაქვს ჩვენ როგორ წარმოიშობა კიდურები
და როდესაც კიდური ამოიზრდება თვითონ ტორსიდან ამოიზრდება, მას პოზისებური ფორმა აქვს. თითები არ არის გამოხატული და თითები გამოიხატება მხოლოდ იმიტომ, რომ აპოპტოზი ხდება უჯრედებისა, მათ შორის და კანის უჯრედები იკავებს მისად. ამიტომაც არის ხოლმე თუ ეს პროცესი დაირღვა, იმიტომაა მე როგორ იბადება ხანდახანდია. ქმნის ამას. ხო, ყველა ავტორი წერს იმას, რომ 5 თითი არცეც არ აქვს, თავიდან 6-ია თითი, მაგრამ ის ერთი თითი ხდება აპოპტოზის გამოხდება. რატო ჩდება გენეტიკურად გვაქვს ასეთი მონაცემები, რომ ასე უნდა გაჩნდეს და მაშინვე უნდა გააკეთოს ასე აწყობილი ყველაფერი თავდადებული. აი ეს საკითხები მოცემული გვაქვს აი აქ. მის მერე სულ ესე იგი ჩვენ ვილაპარაკთ პლაცენტაზე, ხომ თქვით ჭიპლარზე. კი ბატონო. რა არის ჭიპლარი? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთივე. იქ სურათებში გვაქვს ერთი სურათი, რომ ეს ჭიპლარი გახლავთ ნაყოფის და პლაცენტის ერთმანეთთან დამაკავშირებელი მოდით ასე ვთქვათ, ერთმანეთთან დამაკავშირებელი ორგანო, რომელშიც ორი არტერია, ერთი ვენაა. თავიდან მასში არის ურახუსიც, საშარდე მილიც, რომელიც მე ობლიტერაციას განიცდის. მაგრამ საინტერესო, აი კიდე უფრო საინტერესო, ღვიძლი აქ გვიწერია ჩვენ რომ ღვიძლი გავითარებას იწყოს მეხუთე კვირიდან უკვე. იმიტომ რომ როგორც ერთ-ერთი მთავარი ორგანო. ნუ 8 კვირაზე თავდება ძირითადად ორგანოგენეზს ვამთავრებ. რო წამოვიდა პლაცენტიდან და შემოვიდა ჭიპლარი იმ ადგილზე, სადაც ჭიპი აქვს წინა კედელზე, ეს სიზარღვები შინით მასში მოცემული დაიყოფა და ვენა, ესე იგი არტერიული სისხლი, რასაც მოაქვს, მიდის ღვიძლის კარისკენ და ღვიძლის კართან იყოფა ორ ნაწილად. ერთი შედის ღვიძლში, მეორე სისხლის მიმოქცევის დიწრეში. რა წამოსული სისხლი ნაწილი გაივლის ღვიძლის ბარიერს და მეორე ნაწილი არ გადის ღვიძლის ბარიერს. დიახ, ნაწილი გაივლის, ნაწილი არ გადის. ეხლა ერთ ძალიან საინტერესო ამბავს მოგიყვებით. პენსილვანიის უნივერსიტეტში შეისწავლეს ვირთაგვებზე. აი ეს საკითხი და აკეთებდნენ რას? ექსპერიმენტში გადაყვანძეს ერთი ღვიძლში რომელიც შედის და მთელი სისხლი გაუშვეს სისხლის მიმოქცევის დიწრეში. ნაყოფი დაიღუპა. მეორე შემთხვევაში გადაყვანძეს მეორე რომელიც სისხლის მიმოქცევის დიწრეში შედიოდა და მთელი სისხლი ღვიძლში გაუშვეს. მაშინაც დაიღუპა. ნაყოფი დაიღუპა. ეხლა ისმება კითხვა, ხო უნდა ამას ახსნა. ღვიძლი რას აკეთებს თავიდან დეტოქსიკაციას. ესე იგი პლაცენტიდან თურმე შესაძლებელია მოსყუებოდეს მას ტოქსიური ნივთიერებები და მის დეტოქსიკაციას აკეთებს. კი, მაგრამ მთლიანად რო გააკეთა დეტოქსიკაცია, რატო დაიღუპა ნაყოფი? მიტო დაიღუპა, რომ თვითეული უჯრედის ფუნქციონირებისათვის, ვინაიდან იმუნური სისტემა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, გარკვეული რაოდენობით სხვადასხვა ტოქსიური გამაღაზიანებელი ნივთიერებების არსებობა აუცილებელია მათი ნორმალური ფუნქციონირებისათვის. საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. და ის აქვს გათვალისწინებული ღმერთს და ყოფს ასე ორ ნაწილად და ზუსტად იმას გაატარებს დეტოქსიკაციას, რომელიც ჭირდება და რომელიც არა. სასწაულია. თან პროპორციულად ყოფს, ისე როგორც საჭიროა. ძალიან საინტერესოა. ეხლა თვითონ რამდენს ცდილობს, რომ ეს ნაყოფი აი ასე განავითაროს, ჩამოგიყალიბოს და დედა რო ხარ და რო გინდა რომ შენი პირმშო დაიბადოს ჯანმრთელი, ხო? ამიტომ არ მოცემული რაც არ გვაქვს დედა კალბატონ თინათეს, ეს უნდა ყველა დედა მიცოდეს და აუცილებლად რომელ ტრიმესტრში როგორ უნდა მოიქცეს, როგორ უნდა გააკეთოს, რა უნდა როგორ იყვებოს, ფიზიკური დატვირთვა აუცილებელი გახლავთ, ფიზიკური დატვირთვა, რომ ნორმალურად. ეხლა ახალგაზრდები რაღაცა ცდილობენ, რომ აი თქვათ ვარჯიში, ორსულობის დროს სწორად შეარჩიონ რაღაცა. ეხლა ჩვენ ავამუშავებთ მშობელთა სკოლები და ინფორმაციას აუცილებლად აქ გვაქვს სკოლებთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, პლაცენტის ჰიპოპლაზიაზეც ხო არ გეტყოდით რამეს? დიახ. ეხლა რაც შეეხება პლაცენტის ჰიპოპლაზია, ქალბატონო ვერიკო იმდენი რამით შეიძლება იყოს გამოწვეული ეს პლაცენტის ჰიპოპლაზია, რომ დეტალურად ეხლა მაგის განხილვა დროში ვერ ჩავეტევით, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, რომ პლაცენტარული ნაკლოვანებას როგორ განიცდის თვითონ ნაყოფი. პლაცენტის
ესე იგი პლაცენტარული ნაკლოვანობა უშუალოდ ნაყოფის განვითარებაზე ღებულობს მონაწილეობას. აი წეგან რომ ახსენე მე პლაცენტა ახალგაზრდა, პლაცენტა ხნიერი, პლაცენტა 37 პირიდან არის უკვე მოხუცი პლაცენტა. ანუ პლაცენტა უკვე მომზადებული. ეს არის დროული მშობიარობა. დროული მშობიარობა 40-მდე. ქვედაზღვარი გვაქვს 37 კვირა უკვე. 40 კვირიდან უკვე უნდა დააწვინოს სამშობიაროში შესაძლებელია. ხო, თუ არ დაიბადა, იცით თქვენ ამის შესახებ, მაგრამ დროული ადრეული გვაქვს 37 კვირიდან. 37 კვირიდან, ხო და აი ეხლა თვითონ ეს პლაცენტა აი ამ მთელი პერიოდის განმავლობაში, ეხლა თუ მოხუცი 37 კვირის არის, ესე იგი სულ ახალგაზრდა ყოფილა, არა? სულ ასრულებს თავის ფუნქციას და მისი ძირითადი ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ ეს გახლავთ, რომ ჟანგბადი მიაწოდოს, საყუათო ნივთიერებები მიაწოდოს და ის ერთი მისი შრე ატარებს ყველას, მეორე შრე აღარ ატარებს, იქეთ ნაყოფისკენ შერჩევით ატარებს სინციტო და ციტოტროფობლასტი. შერჩევით ატარებს. ეხლა რაც შეეხება თვითონ პლაცენტის ყველა პათოლოგია ნაყოფზე მოქმედებს იმამდე, რომ შესაძლებელია შეწყვეტილი მშობიარობების ჰქონდეს ადგილი უფრო ხშირად. განსაკუთრებით თუ აშლილობა დაიწყო კიდე. საერთოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია სანაყოფე სითხე, რომელშიც 9 თვეს ატარებს ბავშვი. აი სანაყოფე სითხეზე რაც გვეთქვით თქვენ ძალიან ბევრი სიახლე გიწერიათ, ბევრი ნიუანსები, რაც ჩემთვის არ იყო ცნობილი და სიახლე იყო სიმართლე გითხრათ. ნახეთ რა ხდება. ესე იგი ბუნება და ღმერთი თვითონ აწყობს მოუწყო ნაყოფს თავისი განვითარებისთვის აბსოლუტურად იზოლირებული ყველაფრისაგან, დედისგან იზოლირებული, მამისგან იზოლირებული, გარესამყაროსგან იზოლირებული სივრცე, სადაც მარტო პლაცენტის საშუალებით ხორციელდება მასთან კონტაქტის დამყარება, მიწოდება იმ მიკროელემენტების, რომელიც საჭიროა მისთვის და საყუათო ნივთიერებების, რომელიც მას ეძლევა. არანაკლები მნიშვნელოვანი გახლავთ ის გარემოება, რომ ნაყოფი უშუალოდ წყლის გარემოში ვითარდება. ეხლა მე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ წყლის გარემოში ნაყოფის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რა უდიდესი მნიშვნელობა? ნაყოფი წყლის ყლაპვას უკვე იწყებს მე-9 კვირიდან. ესე იგი, ყლაპის აქტიური ვითარდება მას და წყლის გარემოში თვითონ ამ წყალს ყლაპავს. კი ბატონო, წყალს ყლაპავს, მე რუარჩა ყლაპავს არ ვითარდება ისეთი ორგანოები, რომელსაც საჭმელმოვლენებელი ტრაქტის ორგანოები ქვია. ზუსტად ამ წყლის ჩაყლაპვის გამო ხორციელდება მათი განვითარება, იმიტომ რომ ისინი თავის ფუნქციაში შედიან, მაშინაც კი აი მეკრონიუმი, როდესაც ყალიბდება, თვითონ ნაწლავი თავის ფუნქციაში შედის, მაგრამ ამუშავებს თვითონ აი ამ წყლიდან შემოსულ პროდუქტებს ანდა გამოსაყოფია ზუსტად რომ ლორწოვანი გარსის უჯრედი იქაც თუ ჩვეულებრივი 72 საათში იცვლება 72-75 საათში იქაც იგივე მიდის. იქაც თუ 72 საათში არის უჯრედი უკვე მკვდარი ის გამოსაძევებელია იქიდან. აი ამას აკეთებს ზუსტად ის სანაყოფე წყალი. მაგის გარდა სანაყოფე წყალი რომ არ შევიდეს სასუნთქის სისტემის ორგანოებში, არ ვითარდება სასუნთქის სისტემის ისეთი ორგანო, რომელსაც ქვია ფილტვები. მე მინდა გითხრათ, რომ ფილტვები ყველაზე გვიან ვითარდება საერთოდ მეორე ტრიმესტრის დასასრულად. ბრონქები ჩამოყალიბებულია, ტრახეა ჩამოყალიბებულია, ალვეოლების დონე. ფუნქციონირება, ასე ვთქვათ, ფილტვის იწყება ცოტა უფრო გვიან. ფუნქციონირება არ ქვია, მაგრამ სულფაქტანტის გამოყოფა 24 კვირიდან იწყება მხოლოდ უკვე და ამ სულფაქტანტი არ ჩამოყალიბდება და არ იწყება მისი გამოყოფა თუ მაშინ სანაყოფე წყალი არ შედის და არ გამოდის. კი ბატონო. ესე იგი ნახეთ, სანაყოფე წყალი არა მარტო გარედან მოიცავს ამას და არა მარტო კანის საშუალებით უკავშირდება და არა მარტო არამედ საჭმელმოვლენებელ სისტემას, სასუნთქის სისტემის განვითარებაში ღებულობს მონაწილეობას და გარდა ამისა, მასში არის ყველა ის ნივთიერება, რომელიც პლაცენტის საშუალებით სისხლიდან მიეწოდება. და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მისი სუფთავის ამ დროს? აი,
აქ წერია გვაქვს ჩვენ ცალკე კაბოტოენთინკოს შემღვრევა რას ნიშნავს მისი სანაყოფე წყლის სიმცირე რას ნიშნავს სანაყოფე წყალი როცა მოჭარბებული რაოდენობით არის რას ნიშნავს ეს ყველაფერი თირკმლის ფუნქციაზეა დამოკიდებული ერთის და მეორეც შესაძ მოჭარბებული რაოდენობით არის საკმაოდ საშიში გახლავთ იმიტომ რომ წნევა მატულობს შიგნით და შესაძლებელია ამ დროს ისე გაიზარდოს შიგნით წნევა რომ საშვილოსნოს მთლიანობაც კი იყოს დარღვეული და თირკმლის ფუნქციებზეა დამოკიდებული თირკმელი იწყებს ფუნქციონირებას უკვე ვითარდება მე-6-ე მერვე კვირიდან იწყებს თავის განვითარებას მაგრამ მე-12 კვირიდან მე-13 უკვე ფუნქციონირებს ისა ფუნქციონირებს რას ნიშნავს შარდის რა პირველადი შარდი გამოიყოფა იქვე უკვე და საშარდე გზებია და ჩადის შარდის ბუშტში და სოციალს აღწერილია აქ როგორ ვითარდება შარდის ბუშტი საშარდე გზები და ყველაფერი ვარცხის შიგნით მოცემული სანაყოფე წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს აქედან გამომდინარე ნაყოფის ფიზიოლოგიური გარემო სადაც ის ხათვის გამოვიდა ეს არის გარემო სადაც არის მოძრაობა ხო და სხვათა შორის სანაყოფე აქ შიგნით მოცემულია სანაყოფე წყლის სიმცირე რაოდენობას როგორ შეიგრძნობს დედა ტკივილები აქვს ნაყოფის მოძრაობის დროს ნაყოფი მოძრაობს დედას აქვს ტკივილი შეგრძნება ადრე ნაყოფი თუ ჩვეულებრივად მოძრაობს დედას ტკივილი შეგრძნება კი არა დარტყმებს ღებულობს დედა სუბუქ დარტყმებს კიდურისას მაგრამ როცა ტკივილი შეგრძნება წყალი მცირე რაოდენობით არის ამას უნდა მიაქციონ ყურადღება პირველი და მეორე ტრიმესტრში ძირითადად, იმიტომ რომ თუ წყალი მცირე რაოდენობით არის, შესაძლებელია მესამე ტრიმესტრი არ ზდადდეს. იმიტომ რომ ასე და ამიტომ სანაყოფე წყლების უდიდესი მნიშვნელობა. მე საინტერესო გახლავთ ერთი გარემოება. ახლა მარტო ის რომ ვთქვათ, რომ ეს სანაყოფე წყალი ყოველ 3 საათში ერთხელ მთლიანად იცვლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩასატარებელი რომ რა წყალიც არის ის აღარ იყოს და მის ნაცვლად ყოველ 3 საათში ახალი წყალი იდგეს შიგნით და დღის განმავლობაში რამდენი 3 საათია იმდენჯერ არის გამოცვლილი ეს სანაყოფე წყალი ეს არის უნიკალური ესე იგი ამბავი ჩვენ ესე იგი დროინდენი არ გვაქვს თორე თითოეული ცალ-ცალკე ძალიან მნიშვნელოვანი ნერვული სისტემა როგორ ყალიბდება სისხლის მიმოქცევის სისტემა როგორ ყალიბდება ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ჩემთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ბევრ რამეზე ველაპარაკეთ, თითქმის უკვე მივედით აი პერიოდამდე, როდესაც იწყება მშობიარობა. მშობიარობა თქვენ. დიდი გასაჭირი რაც ჩვენ გვაქვს, ბატონო, ამას არის ის, რომ რაღაც უცნაურად იმატა არ დალოდებამ აი ბავშვის გადაწყვეტილება, რომ მან დაიბადა, ბავშვი როდესაც უკვე მზადა ის არის ინიციატორი, ასე ვთქვათ, მშობიარობის დაწყებას. კარნახობს დედას ერთგვარად ეს ბიოქიმიური სიმფონია იწყება დედა-შვილს შორის, სადაც ის უგზავნის ძალიან მნიშვნელოვან უჯრედულ ჰორმონს სომატოსტატინს და ამის შემდეგ ირთვება ეს უნივერსალური მექანიზმი მშობიარობის. კი ბატონო. დიახ. აი მოდი ახლა მშობიარობის მექანიზმებზე ველაპარაკოთ. და ძალიან მტკივა გული ერთ რამეზე თქვენ ბრძანეთ, რომ ეს ყველაფერი დედამ უნდა იცოდესო და დედამ უნდა დაიცვას თავისი შვილის ინტერესები, თავისი უკვე სწორი ინფორმირებულობით, იმიტომ რომ აუცილებელია დაელოდოს შვილის გადაწყვეტილებას და არ გადაწყვიტოს, რომ გააჩინოს შვილი ან რომელიმე რელიგიურ დღესასწაულზე, ან მეუღლის დაბადების დღეზე, ან დედამთილის და ასე შემდეგ. ეს ხდება ხოლმე. და დაჩქარებაზე ლაპარაკობთ, მშობიარობის დაჩქარება დედა იღებს გადაწყვეტილებას, რომ მოდი დავგეგმოთ, თქვათ აღძვრა, ან საკეისრო კვეთა, უფრო ხშირად ახლა საკეისრო კვეთას იკეთებენ და ეს არის ძალიან ცუდი მაჩვენებელი ჩვენთვის. და თქვენ როგორც ყველაზე უკეთ მცოდნე ანატომიის რა უნივერსალურ და როგორი აგებულების ორგანოს აზიანებენ, აი ვთქვათ, საკეისრო კვეთის დროს. და რა პრობლემებს ქმნიან შემდგომი ორსულობისათვის, საერთოდ რეპროდუქციული ფუნქციის განხორციელებისათვის. ამას სამწუხაროდ ქალები ვერ გრძნობენ და ისეთ ხელაღებით მიდიან პირველ მშობიარობის დროსაც კი აბსოლუტურად უმიზესოდ. აი რომსონის პირველ ჯგუფში როცა ერთნაყოფენი ორსულობა, პირველი მშობიარობა, ჯანმრთელია ქალი, დროულია ნაყოფი, ტყუპი არ არის, აი ასეთ დროსაც კი იკეთებენ ძალიან ხშირ შემთხვევაში საკეისრო კვეთებს. აი ველაპარაკოთ რა მნიშვნელობა აქვს რომ დაველოდოთ აი სწორედ აი ნაყოფის გადაწყვეტილებას და მზაობას მისი დაბადებისა.
ქაბატონო ვერიკო მე ახლა მაგ საკითხს თქვენ პროფესიონალი ბრძანდებით მაგრამ მაგ საკითხს მე როგორ მივდრებოდი იცით მაგ საკითხის გადაწყვეტას ნაყოფი კარნახობს დედას როდის ამოვიდეს ეს კიდე გადასაწყვეტია ნაყოფი კარნახობს თუ დედის ორგანიზმი ქმნის სიტუაციას ნაყოფი რა თქმა უნდა მზად უნდა იყოს მაგრამ არის შემთხვევები როდესაც სიცოცხლის გადარჩენისთვის მიდის ნაადრევი მშობიარობა ეს უკვე ცალკე სხვა ამბავი მე კლასიკურ ფიზიოლოგიაზე ვსაუბრობ ახლა მე კლასიკურ ფიზიოლოგიაზე ის როცა ჩვენ ახლა რაც მოუყევით თუ დედა თავის ჯანმრთელობას არ უთხრდება თქვენ ბრძანეთ არაჩვეულებრივად რომ პლაცენტა გამავალია ძალიან ბევრი ვირუსებისთვის რა ვირუსები რა თქმა უნდა აი ამ შემთხვევაში თუ ხდება ინფიცირება იმ გარემოს სადაც ბავშვი იმყოფება აქ უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ხშირად დატოვოს ბავშვმა ესე იგი დროზე ადრე ის ტერიტორია სადაც მისთვის უკვე ყოველი მომდევნო დღე ხიფათი შემცველია და სიკეთე არ მოაქვს აი ასეთ შემთხვევაში რასაკვირველია ხდება ხოლმე ნაადრევი მშობიარობა და ეს პროცენტიც მსოფლიოში არსებობს რაღაც გარკვეული სტანდარტი მერყეობს 8-დან 18%-მდე გააჩნია ქვეყანას როგორ ანტენატალური მეთვალყურეობის დროს ამ გართულებებს რაც ამ დროს მოდის ხოლმე ვერ გეტყვით რომ კარგია რომ 8% გვაქვს ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ესე მერყეობს საქართველოში იმიტომ რომ თუ ძლიერი ანტენატალური მეთვალყურეობის ასე ვთქვათ სისტემა გაქვს ამ შემთხვევაში შეუძლია რომ ეს პროცენტი აიწიოს კიდეც ანუ ტრაჩობადობით კი არ თავდება არამედ ნაადრევი მშობიარობა თუ კარგად გადარჩენის მეორე მომენტი რომელიც არ ჩვენ ვთქვათ არამედ გადარჩება რა ცოტა ადრე დაიბადა და ამიტომ იზრდებოდა გინეკოლოგებს ყველაზე კარგი საცნობა რომ საშუალება გაქვთ რომ საშვილოსნოს ყელი ნახოთ მაგარია თუ რბილია როდესაც ის დაიწყებს დარბილებას და უკვე მზად არის იმისთვის რომ მან ნაყოფი გაატაროს აი მაშინ იმ დღეებში ან მეორე დღეს ან იმ დღეს დაიწყება აუცილებლად ტანის ბევრი ნიშანია თქვა აი ეს ყველაფერი დანარჩენი მე კლინიკაში არ ვიჭრები მორფოლოგიას მაგრამ მორფოლოგიურად თქვა როგორ არ იყოს ის დაიწყებდა კლინიკაში ცუდია რომ თინიკო ვერ მოვიდა დროს ასეთი რამ მინდა თქვენ გითხრათ რომ თვითონ მშობიარობის წინ დღეს 24 საათით ადრე ზუსტად 24-დან 28 საათით ადრე თვითონ ნაყოფი ემზადება და დედაც ამზადებს ნაყოფს დასაბადებლად და რითი როგორ ემზადება და როგორ ამზადებს უპირველეს ყოვლისა ტვინის ქერქი იძლევა ბრძანებებს ნაყოფის ტვინის ქერქზეა ლაპარაკი ნაყოფის ტვინის ქერქი იძლევა ბრძანებებს რომ ნაყოფი მთლიანად მოემზადოს იმ ხვრელში გასასვლელად რომლის დიამეტრი გაცილებით მცირეა ვიდრე მისი თურინდა თავის გარშემოწელობა მაგრამ უნიკალური ამბავი ხდება ბატონო აი ზუსტად ქართული მეცნიერების მიერ დადგენილი ბატონო პალკო კინტრაია და მე არ შემიძლია არ ვახსენო არჩეული ადამიანი აი მე გიждდებოდი ადამიანზე ირაკლი მამამთავრიშვილი პროფესორ მამამთავრიშვილი და დავით მიქელაძე ცოცხალი გახლავთ არჩეულებრივი ადამიანია და ყოველთვის დიდხანს ამყოფობს აი ეს უნივერსალური სამი ძალიან დიდი მეცნიერი ქართველი სწორედ სწავლობდა აი ამ პროცესს ახლა ჩვენ თქვენ ბრძანებთ როგორ ემზადება ნაყოფი აი უნივერსალური მექანიზმია სწორედ მაგედან ვიცი ეს მეც რომ სომატოსტატი ანუ პეპტიდოგრამა კეთდება წიგნის ქონდა ბროშურა გამოშვებული ამასთან დაკავშირებით ორგან ქონდა იაპონიაში და როგორც მე ვიცი ევროპის რომელიღაც ქვეყანაში კონგრესი მითხეს რომ ფანჯრებზეც კი ხალხი იყო როდესაც ისმენდნენ ამ უნივერსალურ ინფორმაციას აი ამ პროცესის შესახებ და სწორედ მაგათმა დაადგინეს რომ უნივერსალური რომ მოვისმინე პირველად გავგონდი რომ როგორ შეიძლება ეს საავტორო უფლებით არ იყოს დადასტურებული ეს ქართულ მეცნიერებმა გააკეთეს ესეთი დეტალური აღწერა მე ბევრგან დადასტურდა ეს მაგრამ ეს პირველი მიგნება იყო მაგათი და ამავდროულად ნუ საკუთრებაა ინტელექტუალური ჩვენი ახლა შემთხვევაში ეს უნივერსალური რამა აი როგორც თქვენი ბევრი მიგნება და თქვენი დისერტაციებიც არაჩვეულებრივია მინდა გითხრათ აი სწორედ ბავშვი ამით დედას ესე გელაპარაკება რომ ის მზად არის რომ დაიბადოს და წარმოვიდგინეთ ნაყოფის თავის ტვინის პეპტიდოგრამა მომიტანეს აქ გადაცემაში ერთ გადაცემაში აი მე დათო ახლა რადგან დავით მიქელაძესთან ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით საოცრება თვითონაც შოქშია ბატონი და მეუბნება ხოლმე რომ რას არ ვუყურებ პროცესებს რომელიც მედის ორმაში ორგანიზმში მაგრამ ის რაც აი ამ დედაშვილ შორის ხდება შეფთვის იყო საოცრებაა მითხრა იმიტომ რომ ესე იგი აი ენდორფინების გამოყოფაც კი დედას ეხმარება. ხო, ბევრი ენკეფალინები, უამრავი გამოიყოფა აუტკივარებს დედას.
თვითონ პლაცენტა ოქსიტოცინს უგზავნის პლაცენტას ლოკალურად. თვითონ პლაცენტას გაძლიერებულად იწყებს ამ დროს მუშაობას და მის რამოყობას. მაგრამ თავარი რა გახლავთ, იცით? თვითონ ნაყოფის ტვინში რო გაიცემა ბრძანება აი ამ მომზადებასთან დაკავშირებით. მაშინაც გადაისრულება მთელი ენდორფინები, რაც კი გამომუშავდება, იქა თვითონ ნაყოფში. ამის გარდა უნიკალურად ხორციელდება ყველა განივზოლიანი კუნთის ერთდროული მოდუნება. განივზოლიანი კუნთები გაღიზიანებაზე არ პასუხობენ. თქვენ ახლა მიგიღიათ მშობიარობა და გინახავთ ბავშვი რო იბადება ის ჩვარივით არის რა მისი არც კუნთი იწევს წინააღმდეგობას არც არაფერი. თავიდან გონია რომ რაღაც უსიცოცხლო ხარ დაიბადაო. გონია უსიცოცხლოა ესა, მაგრამ ეს იმიტომ არის რომ წინასწარ მოამზადა ესა რომ დაეტოვებია ეს ყველი და გამოსულიყო რარეთ. რელაქსაცია მოხდა სპეციალური. რა თქმა უნდა მოხდა აი ამის საშუალებით. ქალბატონო ვერიკო რა გითხრათ, იცით, ყველაზე დიდი სტრესი ხო დაბადების სტრესია. რასაკვირველია. ამბობენ რომ ერთ-ერთი კიდე ყველაზე დიდი სტრესი იმ სამყაროში გადასვლის სტრესი არისო, როდესაც თვითეული ჩვენთაგანი როცა დადრება იმის დრო, რომ უნდა წავიდეთ, მივდივართ. ხო, საჩვენო. ხო, ეს ან უცნაურია, ყველას სხვადასხვაია. კლინიკური სიკვდილიდან გამოსულ პიროვნებებს რო ეკითხებოდნენ, სად იყავი და არ უნდა და არ დაბრუნება. იქ ისეთი კარგი იყო, ისე კარგად ვზნობდი თავს. ყველა წერს რომ ძალიან კარგად ვიყო. ამ და გვეშინოდა სიკვდილის. ალბათ მართლა კარგია და იქედა დაბრუნებული მიტვარიან. მით უმეტეს ეხადა გარემოში მეგონჯობია ყველა გავიქცეთ. რაში ყოფილა თურმე საქმე, იცით? აი მაქსიმალური მობილიზაცია ხდება მაშინაც ყველა ენდორფინების აბსოლუტურად მოხუცის ორგანიზმში რო არ წარმოქმნილა საერთოდ მთელი 5-10 წლის რამე აი მაშინ გადმოისროლება უდიდესი რაოდენობით სიამოვნების ჰორმონი ნარკოტიული ნივთიერებები გამომუშავდება ვიცით ყველა მესა ეიფორიული მდგომარეობა დგება ნირვანაში გადადის ნებისმიერი ავადმყოფი აღარც არაფერი არ ტკივა და საშიში არ არის სიკვდილიო რომ კითხეს პიროვნებას და რატო და ის რობოტი შენ აღარ ახარო და შენ მიტო აღარ ახარო ეს ნირვანის ქვეშ ვიყოფებით და ეიფორიულ მდგომარეობაში ანალოგიური მდგომარეობა ნაყოფი ვერ ამბობს თორე აი ასეთ მდგომარეობაში ევლინება ეს ამ სამყაროს იბადება კი შეუძლებელი იქნებოდა ამ გზის გავლა ამაში აღწერეთ ეს დიახ ამ გზის გავლა იმიტომ რომ ამ ყველაზე მოკლე, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ცხოვრებაში არის ეს გზა. რა შეეხება ქალბატონო ვერიკო საკეისრო კვეთების გაკეთებას, იმიტომ რომ დაბადების დღე დაემთხვას და ეს მოხდეს, მე მინდა თვითეულს მივმართო და უთხრა ყველა ახალგაზრდას, რომ არ შეიძლება ამ პროცესის ფორსირება, არ შეიძლება იმ გზის შეცვლა, რადგანაც თქვენმა ნაყოფმა უნდა გაიაროს, რომ ის იყოს ჯამრთელი, დაცული არ შეიძლება საკეისროს გაკეთება მხოლოდ იმიტომ რომ იცით რა ტკივილს ვერ ვიტან და მინდა რომ საკეისრო გავიკეთო იმ საკეისრო კვეთის შემდეგ შეიძლება აღარც დაურსულდეს შემდგომში არასდროს და თქვენ იცით რამდენი გინახავთ თქვენ ასეთი რომ საკეისრო კვეთის შემდეგ აღარ დაუსრულდა ან და თუნდაც პირველი აბორტის გაკეთების შემდეგაც ისევე როდესაც მორწოვანი გარსი შეიძლება ისე დაზიანდეს რომ მისი რესტავრაცია და ეს მომავალში ისეთი კვანძები თქვენ არაჩვეულებრივად ბრძანეთ ბატონო რამეს რომ განივზოლიანი კუნთი რომელიც გაღიზიანებას არ ექვემდებარება და კუნთი რომელიც გაღიზიანებას არ ექვემდებარება შენ და რომელიც ისე აგებული რომ საკმარისია იქ დაიწყოს ერთი უჯრედის უკვე ჰორმონალური გაღიზიანება და კუმშვა როგორც ტალღა ესე მოედება ამ სამშრიან უცნაური აგებულების და რომ მოუმზადებელი გამოიყვანო და მე საერთოდ ვიждეთ აი ამ მთლიანობას რო არ ღვევ გძნობს აი რა ანატომიურ როგორ სტრუქტურას არ ღვევ რომ მსხლისოდენა ორგანო უნდა გადაიქცეს წარმოიდგინეთ ჭიპის სიმაღლეზე უნდა დადგეს რომ 3 კილონახევარი ბავშვი განთავსდეს შიგნით უხიფათოს წყალი დაამატება წარმოიდგინეთ მაგას გასაკვირველია და აი
ამ უნიკალურ ორგანოს აზიანებ 20-21 წლის გოგონა მაშინ როცა შენ არ გჭირდება ეს გადაუდებელი საკეისრო კვეთა ეს არ არის კომფორტი ეს არის ერთგვარი ხა ბოდიშს ვიხდი მაყურებლის წინაშე მაგრამ ინვალიდობა შენ თლიან უნიკალურ ჯანმრთელ ორგანოს სამუდამოდ აზიანებ და ხდი უკვე არასრულფასოვანს ისეთ როგორც არ უნდა იყოს ეს ძალიან ცუდია ჩვენ ძალიან დიდი პრობლემაა და ამაზე იმიტომ მამახვილებ ხოლმე ბატონ რამაზან ყურადღებას და მე კიდე ყოველთვის ამბობ თქვა ბევრი მხარე აქვს ამ საკეისრო კვეთას. ერთი არის რომ ქალი ტკივილის გამოიღებს ამ გადაწყვეტილებას. მეორე მხარეს დგას სამწუხაროდ ჩემი უპასუხისმგებლო კოლეგები, რომლებსაც ბოლომდე არ ეუბნებიან ყველაფერს ასე შეხა ჩვენ საუბრობ და ვაგებინებ ჩვენს და მაყურებელს. არასოდეს არ უყვებიან იმ ამბავს რომ რა ზიანს აყენებს ქალის ორგანიზმს და რა მექანიზმებზე ვამბობთ უარს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ აი ჩვენ ხა ვილაპარაკეთ რომ მთელი ჰორმონალური სტატუსი იწყებს ამოქმედებას და ვემზადების და თქვენ ძალიან იდეალურად გასავალი გზების მომზადება თვითონ ბავშვის რელაქსაცია და ამავდროულად ყველაზე უმნიშვნელოვანესია ის რომ თუ დავაკვირდებით სტატისტიკურად საკეისრო კვეთის შემდეგ მიუხედავად იმისა რომ მშობიარობა თავდება საკეისრო კვეთით საოპერაციოში სტერილურ გარემოში გასტერილებული ხელთათმანით და ყველა წესის დაცვით გაცილებით მეტი გართულებები ინფექციური პათოლოგიების, გაცილებით მეტი პათოლოგიები, თქვა დედათა სიკვდილობის შემთხვევების, დედათა ავადობის, რეანიმაციაში მოხვედრის მეტია საკეისრო კვეთის შემდეგ და ბაგაშიც რო იმშობიაროს ქალმა ფიზიოლოგიურად, იქ შეიძლება არც განვითარდეს ინფექციური დაავადება. ქართველები სახლში და რატო ამას რატო ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ უნივერსალური ორსულობის ესე იგი მშობიარობის იმუნოლოგიური მექანიზმი ირთვება მხოლოდ ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს სწორად მართული აი ამ დედაშვილის ჰორმონების მიერ, როცა მაკროფაგები იწყებენ ისეთ აქტივობას, რომ რეალურად ინფიცირებული ქალის ორგანიზმში გენერალიზებული ინფექცია არ მიდის, მიუხედავად რომ შიშვდება მთლიანი სისარღოვანი გარსი. აი ეს მაკროფაგების დაცვის გამო. ეს მექანიზმი არ ირთვება საკეისროს დროს, ამიტომაა რომ ვერ შველი სტერილური გარემო საკმარისია დედის ორგანიზმში იყოს ინფექციური აგენტი. აი ამაზე ძალიან ბევრი უნდა ველაპარაკოთ. როგორც კოლეგებთან, ჰოსპიტალურ მენეჯერებთან, იმიტომ რომ შესაძლებელია ცოტაოდენი მეტი გადაიხადოს ქალმა საკეისრო კვეთაში, მაგრამ გართულებული საკეისრო კვეთა ორჯერ მეტ ზარალს აყენებს ფინანსურად. საერთოდ საზოგადოებას აყენებს, არას გამრავლების საკითხთან დაკავშირებით. გასაკვირველია. ქვეყნის დემოგრაფიული სიტუაცია რთული გვაქვს. განვითარებულ ქვეყნებში ზოგიერთ დანია, ნორვეგია, შვეიცარია საკეისრო კვეთის შემდეგ სპეციალურად წინასწარ აღებული საშოდან ნაცხს უსვებენ ახალ შობილს, წაუსვამენ ტანზე, სხვადასხვა ადგილზე, რომ გამრავლდეს ის მიკროფლორა, რომელიც მან უნდა მიიღოს. დედის გულზე ვაწვენთ, მშობიარობის დროს, ამიტომ ჯარისკაცებით. ეხლა მე შემოიღეს მამის მამა არაფერ შუაში არ არის. დედამ უნდა დაეჭიროს. საკეისრო კვეთის დროს აკეთებენ ამას, იმიტომ რომ დედა ვერ იწვევს, აი გარი. რა თქმა უნდა, დედიდან უნდა მიიღოს ის მიკროფლორა. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სტრესის მოხსნის ზუსტად ამას ნაცნობი გულისცემა, დედის გულზე დაწოლილი ბავშვი, დიახ. ძუძუს კვების შემთხვევაში ეს ხომ მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ მიკრობების მიღება, რომელსაც ღებულობს ძუძუს არეოლიდან თვითონ ნაყოფი. მიკრობი ის არის მთავარი, რომ იმუნური სისტემა გავითარდეს და ნაყოფა დაიწყოს ამ სამყაროში, საერთოდ უცხო სამყაროში ცხოვრება ჩვეულებრივად. ნაყოფი არ ახალშობილი. ახალშობილმა უკვე დიახ. გენიალური ამბავია. ეს არის ამოუწურავი თემა. ეს ციგნი კიდე რაც ეს ერთი ნაბიჯია გადადგმული. აი, ძალიან დიდი ინფორმაცია, რომელიც ძალიან გულით მინდოდა, მაგრამ იმდენია ხო ამ ერთ ციგ ჩვენ ვერ მოვაწევთ. ინფორმაცია არის საჭირო, ვერ იყო განსაკუთრებით. საჭირო და ძალიან დიდი მადლობა კიდე ერთხელ თქვენ და ქალბატონ თინათის, იმიტომ რომ უნიკალური საშუალება უახლესი არაჩვეულებრივი ინფორმაცია გქონდეთ ქართულ სტუდენტებს მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომად. კიდევ მეორე, აი ხა ჩვენ ბარიერი აღარ აქვს ენების, მაგრამ შენ მშობლიურ ენაზე შენ შეგიძლია დააჭდე, მშვიდად წაიკითხო, გაანალიზო, მიხვდე ბევრ რაღაცებს, ეს არის დიდი ფუფუნება დღევანდელ სიტუაციაში და მე ამისაც კიდევ ერთხელ თქვენ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემს მოწვევისათვის. გასანებთ.
ჩემ მაყურებელს კი უნდა ვუთხრა რომ წიგნის სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიც არის, გაყიდვაშიც არის, მაღაზიაში ჩვენთან სტუდენტების ხელმისაწვდომით. ეხლა ბიბლიუსის ქსელში დაც იქნება. უბრალოდ მინდა ამით რომ დავეხმაროთ მომავალ რა ვიცი, ერთი ნაბიჯი გვინდოდა გადაბრედა აი ჩვენი დემოგრაფიული სიტუაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენც ბევრს მუშაობთ, რომ ინფორმირებული და ჩართულობა დედის და დედის ოჯახის წევრების იქნება ეს უმნიშვნელოვანესი დედის, მამის ოჯახის წევრების და მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დიდი მადლობა რომ ხედავ რომ მონაწილეობა მიუღია. ხო, აბა და ამიტომ ესე იგი მათ ძალიან დიდი მადლობა. მე კი დაგემშვიდობებით თქვენ და მე იმეცდობ რომ ჩვენ კიდე შევხვდებით ამ სტუდიაში ძალიან საინტერესო საუბრისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგეხადოთ და მინდა დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს ვფიქრობ ძალიან საინტერესო ძალიან სათუთ და სენსიტიურ თემაზე ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდეთ მე ვფიქრობ რომ თქვენ ამას გაითვალისწინებთ გამოიყენებთ და მგონი საქართველოს უნდა ჭირდება აუცილებლად ბევრი ჯანმრთელი ახალშობილი გამრავლებას, ბედნიერებას და უდიდეს სიხარულს გისურვებთ. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე ტელეკომპანია პულსის ეთერში. ნახვამდის.